მოუბრუნდებით. გაჩერდით ბერკაშვილი მათე ჯერ გავაჩეროთ. გოგიშვილი გიორგი. კი ბატონო. კი ბატონო. ხო, აი თქვენი შეფასება, თქვენი თვით შეფასება აბსოლუტურად ზუსტია. ზუსტია. ბატონო გიორგი, მომატება შეიძლება გულის. მომატება გულის. დიახ. შეკაი კაცო. ახლა აი ამას მომატება თუ გინდოდა ვინ გიშლიდა, ვინ იყო? ვინ იყო კაცო დაგეწერა მეტი ვინ გიშლიდა რა მესმე. კარგი, ეგ ხო საერთოდ რაღაცისთვის გინდოდა თქვენ, ხო რაშუაში ბატონო. პლეტის შესადგენად გინდოდა და არა ამ ქულასთან. არა, მომისმინეთ, არა თქვენჩი. ისა თქვენი გვარი შემახსენეთ დიასამიძე? დათო არა? დიახ. კი ბატონო, კი, აი თქვენთან როცა მოვა, მე დავილაპარაკოთ. აბა გოგიშვილი გიორგი. აბა აი კარგით. აბა გოგიშვილი გიორგი. აბა რას ნიშნავს? ანუ მარტოდ კლებადობის ბეშუალეთი რომელიც მე დავწერ. რა დავწერ? აი დაწერეთ fx. დიახ. ესე იგი, შემდეგ დაწერეთ გახსენეთ ფრჩხილი და AB ინტერვალი. A. დიახ, გახსენეთ ფრჩხილი. კი, ეს AB ინტერვალი რა არის? ძიმე B. ეს ინტერვალი ეკუთვნის R-ს. ეს ინტერვალი ეკუთვნის R-ს. დიახ. თუ ნებისმიერი x-ი ეკუთვნის აი ამ AB ინტერვალს. დაწერეთ? მოიცა. y უდრის fx. დიახ. AB ინტერვალი ეკუთვნის R-ს. ამათ შორის არაფერი გადაბმა არ არის? და f გაწარმოებული აი ეს x-ი თუ ნაკლებია 0-ზე. მაშინ ეს ფუნქცია გახლავთ კლებადი. ხოლო თუ აი ეს f გაწარმოებული x-ი არის 0-ზე, მაშინ ეს არის ზდადი ფუნქცია. არა, კაცო, ეს არის თქვენ ჯერ ესეთი აქ რაღაც ასე წერიათ, ასახა თქვენ კითხულობთ, რა მნიშვნელობა აქვს? კითხულობ თუ გახსოვთ, მე ახლა ხო ვერ ვამოწევ იმას. ეს არის y უდრის fx ფუნქცია, როდის არის ზდადი და კლებადი. თქვენ კითხვა ვერ გაიგეთ. რას ნიშნავს? რას ეწოდება? რას ეწოდება კლებადი ფუნქცია? აი თქვენ აი ამაზე უნდა გასცეთ პასუხი. თქვენ სულ სხვა რამეზე ცენ პასუხს. კლებადი ფუნქცია, რომელიც კლებას შემიძლია. იკლება. რომელიც იკლებს არა. არა, ჩემო კეთილო. ახლა უბრალოდ რახან გითხარით, რომ ასე თქვა, შეფასებას ვეთანხმები მეთქი, ახლა არ მინდა რა ჩემი სიტყვა უკან წავიღო. თქვენი შეფასება რჩება. კარგით. ახლა მოდი დაუბრუნდეთ. გიორგი, უკაცრავად. დიახ. მე 16 ქულა მოგწერეთ და მაინტერესებს ახლა 16 მივიღე თუ ვერ გავიგე როგორ მოხდა ეს. ბიჭო, ჯერ ეს ერთი ყველაფერს თავი დავანებოთ. ახლა აი ეს ხდება იმისათვის, რომ ეს შეფასება უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. და გასაგებია. გელაპარაკებით რომ ვეთანხმები თქვენ იმას მეთქი, აბა სხვა რა იქნება ზედალოცილო. გაიგე? ის ახალგაზრდებო ეცადეთ რომ თქვენი შეფასება არ გამოაქვეყნოთ. გაბრიელიან სევაქს აქვს შეფასება, გათავდა. ახლა მიუბრუნდეთ რომელია ეს ახალგაზრდა? ესე იგი ხო. მე ბერეკაშვილი?
არა, ხო, ეს გვიან რო შემოვიდა. ბერეკაშვილი. ბერეკაშვილი მათე თქვენი შეფასება არის ძალიან გადამეტებული. ძალიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეხლა მოდით აბა ბერეკაშვილი მათე პასუხობს ახლა შემდეგ კითხვებს. გისმენთ? ხო. მომისმენთ. არავინ არ ლაპარაკო, არავინ არ აქვეყნებს, ასე ვთქვათ, შედეგს. წინასწარ. თქვენ სავარაუდოდ უნდა ბრძანდებოდეთ. ნახოთ. ახლავე. აბა თქვენ ბრძანეთ. ახლავე. ახალ კითხვას ვსვამთ? არა, ახალ კითხვას ვსვამ ბერეკაშვილი მათესთვის. აბა ბერეკაშვილი მათე განმარტავს რას ნიშნავს ლიმეს ენი მინისტრატის უსასრულობისაკენ ენი უდრის ნულს. ანუ მიმდევრობის ზღვრის განმარტებას გაგვახსენებს. აბა 2 წუთი რო დავფიქრდი შეიძლება? მომისმინეთ. კი ბატონო 2 წუთი კი, მაგრამ ეხლა კითხვებს თუ დააკვირდები თქვენ, ეს არის განმარტებები. ეს არის დაახლოებით ის, რო კითხო ბერეკაშვილი მათე რა გვარის კაცია. ანდა კიდე მათე ვისი ამას რა ქვია და ასე აბა ამის განმარტება ხო? დიახ. აბა თქვენ თუ მე ეკრანს თუ გავაზიარებ, შეძლებთ დაწეროთ. გესმით? კი ბატონო, მესმის. ბრძანეთ. ამის განმარტება ხო? დიახ. აი ამ ტოლობის განმარტება, რას ნიშნავს? ამის განმარტება იქნება შემდეგი, რომ აბა ეს თვითონ ეს მაგალითი მე მგონი კრებადია, ხო? აჰა. კრებადი რიცხვია. არა ბატონო მათე. თქვენ ეს საკითხი, აი თქვენს ენაზე რო ვთქვათ, აი ამ საკითხზე თქვენ წარმოდგენა რა გაქვთ, რაზე ლაპარაკი. სხვა საკითხი დაუსვათ ბატონ ბერეკაშვილს, სხვა საკითხი. დიახ. აბა, აი ასეთი. აბა დაწერეთ. y უდრის fx ფუნქცია გვაქვს. ხების განტოლება. y უდრის fx ფუნქციისათვის აბა ასეთ. აბა ამაზეც რო დავფიქრე შეიძლება? კი ბატონო, კი ბატონო.
აბა რა ხდება ბატონო მათე? კარგი ბატონო მათე, მომისმენთ? თქვენი საკითხი რჩება ღიად და ესე ვთქვათ გეძლევათ საშუალება რომ შემდეგი სამშაბათისათვის კიდევ გადაიმეოროთ მთელი მასალა. წინააღმდეგ შემთხვევაში საშიშროება გელით რომ ეს გამოცდა ანულირდეს საერთოდ. კარგი. დიახ. მათე ბერეკაშვილი. დიახ. გადავიდეთ შემდეგი სტუდენტი გახლავთ. გოჯაევი ზაურ. ხარი? აქ არის. დიახ. გოჯაევი ზაურ. აბა თქვენც ცოტა გადამეტებული შეფასება ცოტათ. მაგრამ იმდენი არა, რამდენი, ყოველ შემთხვევაში. აბა თქვენ გამარტეთ ბატონო ჩემო. აი ეს. ეს კი არა. ხების განტოლება. ახლავე მას ორი მას აი ახლა წარმოიდგენთ როგორ სტატისტიკა ზუსტი ოდით რა მიტამოს დიახ x ნაზრდი არა ჩემო აბსოლუტურად სხვა რამე დავანებო თავი რომ შეხოს მაგრამ სხვა რამეს კითხულობ ჩემოკეთილო არა გოჯაევი ზაურის შეფასება უნდა დაიწიოს ორი ქულით გაიგეთ ახლა არ გამოაქვეყნო რაც გაქვს იმაზე ორი ქულით დაბალი გაქვს ამ გასაგებია მადლობთ შემდეგი გრიგალაშვილი მარი არ არის გურული იოსები დიახ ვარ ბატონო გიორგი გურული იოსები აი გურული იოსების შეფასება აბსოლუტურად რეალობას აბსოლუტურად დავაფიქრე ხარ წინააღმდეგი რა თუ კითხვა მასუხე არა მადლობა აბა შემოვიდეს ძალიან კარგი ენის შეფასება ძალიან ბატონო გოგიშვილთან როცა წინა ლექციაზე არქეოლოგიური პორტრეტის ხო
და მათ მინდოდა აღარა მედებს იმაზე თუ ეს არავით არ მოგ შემთხვევაში ანახმა არაფერ კავშირში არ ეხლა გეტყვით თქვენი კიდან გაცილებით ნაკლებია ცოტა რასაც ასე ვთქვათ ასე გამიგეთ ასება ნაკლებია ასაბუთოთ ახლა რა კულას დაგი ნაკლებია მეთქი როლა გადამეტებული გასვლას შემიძლია როგორ შემიძლია კი ასე თქვა უკვე ჩაიარა ამოთმა უკვე დავითი დიახ ახლა დიახ თქვენი ქულაზე აგერ სავარაუდო ქულა აქ წერია თქვენი თვით შეფასება მაგრამ ახლა ვნახოთ რეალური დიახ აბა დიასამიძე დავითი განმარტავს ლიმეს უკაცრავად დიასამიძე დავითი განმარტავს ასეთ ცნებას მინისტრაფის უსასყენ ენი გამ აბა რას ნიშ აი დიასამიძე დავითი ბატონო გიორგი სამით ბატონო გიორგი თუ შეიძლება სხვა რო დამიშვათ აი ეს რაღაც მეუცნაურად ანუ აი მონოტონურობა ვისწავლე კარგად ბატონო გიორგის მოითმეთ ეხლა თქვენ გადაგისვეს კითხვა აი ეს რას უპასუხებთ ამ კითხვას სამწუხაროდ ბატონო გიორგი ამაზე პასუხი არ აქვს არა გაქვს პასუხი პასუხი არ აქვს ну აი ბატონო მაშინ სხვა კითხვა დავსვათ აბა სხვა კითხვა დავსვათ აბა თქვენ განმარტეთ ცნება გადაღუნვის ბოდიში ხდი გადაღუნვის აბა თუ ავიღებთ წერტილებს x0 და fx0 რომელიც ეკუთვნის გამა f წერტილს უკაცრავ მოდი თანმიმდევრობით თქვენ შეგიძლიათ ეკრანი გაგიზიაროთ დავწერ მათ ყველა მოიცა ეკრანს ნახეთ ლურჯად დიახ ეს გამაა ბატონო გიორგი მესმის ხედავ ანუ ამ წერტილს ეწოდება y-ია ეს y უდრის f ფუნქციის გრაფიკის
ვაი ეს წაიშალა ბატონო ეს წავს რაფერად წაიშალა კი გამოსწორდა ანუ ამ წერტილს ეწოდება fx fx ფუნქციის გრაფიკის გადაღუნის წერტილი თუ ისა მომისმენთ ეტრუსით ახუმი ასა დაწახ რამდენიმე წამში ანუ ეს არის ფორმულა და მოდება y ფუნქციის გრაფიკი ჩამოზნექილია და x0 ფუნქციის გრაფიკი აზნექილია ან პირიქით x0-ის მარჯვნივ ფუნქციის გრაფიკი ჩამოზნექილია და x0-ის მარცხნივ ფუნქციის გრაფიკი აზნექილია მეტი არაფერი არ წერია მან მეტი რა თვითონ x0-ში როგორც შევაწყვეტ თვითონ x0-ში ფუნქცია რა უნდა იყოს ვერ გავიგე თვითონ x0-ში ფუნქცია რა უნდა იყოს თვითონ x0 თვითონ x აღუნის წერტილია თვითონ x0 ფუნქციას x0-ში არაფერი პირობა არ მოეთხოვება კი ბატონო გიორგი მოეთხოვება ერთი წამით ანუ იმისათვის ანუ ბატონო გიორგი იმისათვის ორჯერ წარმოებადი ფუნქციის გრაფიკი ანუ x0 fx0 წერტილი იყოს გადაღუნის წერტილი აუცილებელია რომ ანუ ეს fx f ანუ f ორჯერ გატანებული x0 უდრის ნოლს ეს პირობა არ არის საკმარისი ბატონო გიორგი კარგით, კარგი. ეს ასე თქვა, თქვენი თვით შეფასება. დიახ. დავტოვოთ. თანახმა ხარ? კი ბატონო. კაი. ანუ ეკულა მოიწვიეთ. არა, არსად გეკითხებით. ხო. არ გამოგვიყვება. ბეგი სტუდენტი. აქ არის? ვარ, აქ ვარ. დიახ. ენდელაძე თენგიზი. მომისმინეთ. ახლა თქვენი მდგომარეობა ასეა. თქვენ მიერ გამოგზავნილი თვით შეფასება ემთხვევა და გნება დავაფიქსირო ესა? კი, დავაფიქსირეთ, არ მაქვს არანაირი პრობლემა. ასაგებია. აი ბატონო ჩემ. არ გინდათ გამოგვეყნება. ზელაშა. დიახ. კი ბატონო, კი, თავისუფლად. ზიბზიბაძელაშა. დიახ, აქ ვარ. მე რა ქულაც გამოგიგზავნეთ, იმას ნუ ცოტა შევცვლიდი, ორ ქულას მოვაკლებდი იმას, რაც გამოვაგზავნე, რომ ობიექტური რო იყოს. ზიბზიბაძელაშა. ისა გავიგე, კითხვა გასწორებულად გავიგე. მაგრამ არა ხართ დღეს მომზადებული? დიახ, მომზადებული ვარ. დიახ. მაინც მოდი ვნახოთ, აშკარად გადამეტებულია ეს, მაგრამ ყველას ეძრაოდა საშუალება და თქვენ რატომ არ უნდა მოგეცეთ, ასე ვთქვათ, თქვენი თვით შეფასების დასაბუთების საშუალება. ალბათ თქვენ ბრძანეთ, ჩემო ბატონო, აი ლიმეს ტაუ ენი უდრის ტაუ ფიფქიანს აი ეს ენი მიისწრაფის უსასრულობისაკენ აი ამის განმარტება.
ანუ ლიმეს ანუ ტაუენის მაგივრად რაც არ უნდა ჩავსვათ, რადგან უსასრულობისკენ მიისწრაფვის, ანუ ყოველ შემთხვევაში მაინც ყოველთვის მივიღებთ ტაუ ფიფქს. რას ლაპარაკობ? არა. თქვენი შეფასება, ასე თქვა, თქვენი შეფასება საკლდება 2 ქულა. 2. დიახ. და მომისმენთ კიდევ ერთი თქვენთან განსაკუთრებული თხოვნა მაქვს, რომ აი ახლა ეს გამოსთა დასკვნით გამოსთაზე, ესე თქვა, ასე არ მოხვიდეთ და უხერხო მდგომარეობაში ნუ ჩამოვდეთ რა. ეხ სიმართლე რომ გითხრათ, ლიმესი აღარ გადამიმეორებია, ყველაზე უკან იყო და დამავიწყდა ლიმესის გამეორება. ხო, ყოველ შემთხვევაში ასე არ მოხვიდეთ გამოსთაზე, თორემ დიახ. ძალიან მდგომარეობაში. ბავშვებო, ასე არ იქნება ეს დასკვნითი გამოსთა, ასეთი ანეკდოტურის არ იქნება, მაგრამ აი ახლა რა ვქნა ასე. კარგი, ზიბზიბაძე ლაშა გასაგებია. ეხ ანუ რაც კულა გამოგიზანებთ, იმას 2 კულა მოვაკლდა, ხო? დიახ. მადლობა ხონდის. თანდაშვილი გიორგი. არ არის ეს სტუდენტი, თორდია უშანგი. არ არის. ისმაილოვი ტურან. ვარ ბატონო გიორგი. ისმაილოვი ტურან. თქვენ რაც ქულა გამოგზავნეთ, იგი აბსოლუტურად ემთხვევა, ასე თქვა, თქვენი მუშაობის სურათს. დავაფიქსირო ესა? კი ბატონო. აჰა, კაი. გასვლა შეიძლება? კი ბატონო, კი. ესე იგი, ვისაც ანუ იმას გასვლა შეიძლება. კარგი. ახლა შევხედოთ. კაბისაშვილი კიაზო. არ არის. კაკაბაძე გიორგი. კაკაბაძე გიორგი. თქვენი შეფასება, აი აქ თქვენი შეფასება, თქვენი თვითშეფასება ემთხვევა. დავაფიქსირო ესა? კი ბატონო. კეკენაძე რომანი არ არის, კუსრაძე გიგი არ არის, კუსრაძე გიორგი. კუსრაძე გიორგი აქ არის? არ არის. კუსრაძე გიორგი არ არის. კუსრაძე გიორგი არ არის. ლემონჯავა მარიამი. ხო, თქვენ არა გაქვთ შეფასება გამოგზავნილი საერთოდ. დიახ, თქვენ თანაც რაღაცა ამ ბოლო დროს საერთოდ ასე თქვათ დაგვივიწყეთ ხალბატონო მარიამ. ხო, რა ხდება ხუმშვიდობაა თქვენთან? ხო, რა ხდება ცოტ ხო? პრობლემები მქონდადია. ის დღისთვის მზად ხართ? თუ ხო არ გიჩვენიათ რომ შემდგომი სამშაბათისთვის თუ იქნება შესაძლებელი. ბატონო, არაა პრობლემა, ესე იგი თქვენ ესე იგი ასე საქმისთვის ასე შემდგომისათვის შემდეგ ხუჩაბა მზადოთ. მარიამ კი ბატონო. მათარაშვილი თორნიკე. საინტერესო. აბა. შეფასება, ჩემო ბატონო. აი შეფასება. ხომ არ გნებთ? ხომ არ გნებთ? აუ, ერთი წუთი. ხო? დიახ. ეს ასე თქვა. თქვენს იმას. ბავშვებო, ახლა თქვენ ახართ ერთ-ერთი წილენი, ესე რომ აი ახლა აი ამ პირობებში, აი ახლა დისტანციურ პირობებში როგორ მივაგნოთ, ასე თქვა, ობიექტურ შეფასებას. ამაზე ალაპარაკი. და მათარაშვილი თორნიკე დავაფიქსირო მგონია რა? კაი. მაისურაძე ბექა. დიახ.
არი? დიახ. სურათზე ბექა შეფასება ალითად თვითონ აი ამ მუშაობიდან გამომდინარე მეც დავწერდი. თქვენ ის უნდა დაასაბუთოთ. არ გინდათ იყოს. დროს ნუ დავკარგოთ. გასაგებია, დავაფიქსირო. კაი, შემოკეთე. მეისრიშვილი ნანიკო. დიახ. აქ არის. დიახ. თქვენი შეფასება აბსოლუტურად ხო შეფასება. კარგი. ბატონო მუსაევ. ცოტა გადამეტებულია. აბა ასეთი თქვა მივცეთ. აბა მომისმინეთ. ფიქსი აბა ბატონი მუსა აბა გააწარმოებს ამ ფუნქციას. აბა ახალგაზრდებო, აქ იმაზე. თუმცა ჯერ ზუმი არის. აბა მიკარნახე ბატონო, მიკარნახე. ან თუ გინდა ეკრანს გავაზიარებთ შენ დაწერე. მუსა აქ არის? აქ მაგიარ. გასაგებია. მუსა ასე თქვათ შემდეგ სამშაბათს გეძლება. არა, მიწერი ახლა. არის ბატონო გიორგი. არა. უკვე. ამაზე ეს უკვე საკრაკადილო ანეკდოტური საქმეა. არა შემოკეთილო არა. შემდეგ სამშაბათს. მუსაევ. დიახ. მისმინე. შემდეგ სამშაბათს გირჩევ რომ გადაიმეორე ყველაფერი, თორემ ეს მეორე გამოსთა იცოდე გაგინულდება. კარგი. მუსა. ეს მინუსი. დიახ. ახლა შემდეგი სტუდენტი აქ ჭედლიშვილი, ნადირაშვილი არ არის. ნაცვლიშვილი გიორგი. აქ არის ნაცვლიშვილი. კი ბატონო, ნაცვლიშვილი გიორგი. თქვენი შეფასება ესე მოდგენას და ხო არ გინდათ არა იყოს. დავაფიქსიროთ. მაგრამ გამოსწორდა დიახ. ყოველ ლექციაზე ვიღავ არათომ რომ 12 ქულა. მოიცა კაცო. დიახ. ხო, მოიცა. კითხვა რა შემდგომარეობებში რა გინდა? თქვენ მუსაევი ხართ ძალიან ბევრი გასცენა გაქვს. დავალება სულ გაქვს 3-ჯერ მოტანილი. ახლა ეს არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. მუსაევს ეს მიის ჩემი? დიახ, მაგრამ მიწერია ყოველ ლექცია. რა გიწერია ბჭო, რა გიწერია?
რა არის გაუგებარი? შემდეგი სამშაბათისთვის მოემზადე. ნაცვლიშვილი გიორგი. ბატონო გიორგი, შემდეგ სამშაბათს გავარებთ თუ ხუთშაბათს? ისა უკაცრავად, ბოდიში ვიხდი. შემდეგი ლექციისთვის, სამშაბათს, ისა ხო ბოდიში კაცო, ბოდიში. ხუთშაბათზეა ლაპარაკი, შემდეგ ლექციაზე. დიახ. ნაცვლიშვილი გიორგი, ვილაპარაკეთ. კი, ახლა. ხო, ნაცვლიშვილი გიორგი ვილაპარაკეთ. ნიკოლაიშვილი მაია, არ არის. ნიკოლაშვილი ნანა. ვარ. ნიკოლაშვილი ნანა არის. აი, უნდა აღინიშნოს ალბათონო ნანა, რომ თქვენი მორჩება საერთო სულ. კაცრად შეგიფასებია თქვენი თავი. ძალიან ცოტა, ერთ-ერთი თქვენ. აბა თქვენ უნდა გაამართლოს სასაცილო ლაპარაკო. არა დიახ. მე ამას ვშლი. სტუდენტი ნიკოლაშვილი გააწარმოებს f(x) უდრის კოსინუს მეათე ხარისხი x მეხუთე ხარისხი. თუ გნებათ ეკრანს გაგაზიარებინებთ, თუ ანა მიკარნახეთ. დიახ ახლა. დაწერს რომ გიკარნახოთ? მიკარნახეთ, აბა თუ გინდა დამიწერეთ, ვიდან მიკარნახეთ? არა გიკარნახებთ. ნაბამით. ეს იქნება ის რა ქვია 10. აი რასაც მკარნახობ მე ვწერ. მოჩეთ სხვა ფერის იმი დავწეროთ, იმიტომ რომ ეს არის თქვენი ასე ვთქვათ ნაკარნახევი. აი 10 დავწერე 10-იანი. მე 10, ანუ -10 უფრო სწორად. აქ დავწერო წინ -10. დიახ. კი ბატონო. -10 სინუს. -10 სინუსი დავწერო რა? დიახ. სინუს მე-9 ხარისხი. სინუს მე-9 ხარისხი. ფრჩხილებში x ხარისხა 5. აჰა, მორჩაკინო, დამთავრდა? არა. გამრავლებული ის რა ქვია, გამრავლებული მინუს სინუს. ესე რა ქვია, გამრავლებული რა ქვია? დიახ, ახსენით. აჰა. სინუს კიდევ ერთი ფრჩხილი გახსენით. კი ბატონო. x ხარისხად 5. კი ბატონო. დახურეთ, ორივე ფრჩხილი დახურეთ. კი ბატონო. გამრავლებული. აჰა. 4 გამრავლებული x-ზე. 4 კი არა, 5 უკაცრავად ბოდიში 5. კი ბატონო. აი გადავაკეთე. გამრავლებული x-ზე და x გამრავლებული x ხარისხად 4-ზე. ეს რა თქვენი პასუხი? ერთი შემეშალა ბოდიში წინ -10 ხარისხად გითხრა 9x. ესე იგი, აი სად მარტო ეს არის წაუშალეთ. ეს წავშალო. სინუსის მაგივრად რასაც თქვენ მიკარნახეთ ისტორია ხლაკა
ადამიანში თუ სწორად. სწორია. აი ზუსტად ასეც მაღლდება და გეწერება ასე თქვა 2 ქულით მეტი. არ გვინდა გამოყენება რამდენი. როჟაძე ავთანდილი არ არის. სანამაშვილი გიორგი. ვარ. სანამაშვილი გიორგის ასე თქვა თვით შეფასება ემთხვევა ასე თქვა ჩვენ წარმოდგენას. დავაფიქსირო ეს ქულა თუ კითხავთ? დავაფიქსირო კი. ტვილდიანი არა. ტვილდიანი ვარ. არა ვერ ხედავ. აბა არ ჩანს. აჰა მოხდა. ბოდიში. კი. ტვილდიანი შეფასება ემთხვევა. შემიძლია დავაფიქსირო. შემიძლია თქვენი სურვილის მიხედვით. კიდევ გკითხოთ. დავაფიქსირო? დიახ. კაი ბატონო. შემდეგი სტუდენტი გახლავთ. ფანცულაია ლევანი არ არის, ქაჩიბაია ნიკა. ქაჩიბაია ნიკა აგერ ხედავ, მაგრამ ისა ხმარ ქაჩიბაია ნიკა. ქაჩიბაია ნიკა შეფასება შეესაბამება. შემიძლია დავაფიქსირო. შემიძლია თქვენი სურვილის მიხედვით. კი, კარგი, დავაფიქსიროთ. დავაფიქსიროთ ქაჩიბაია ნიკას, შედეგი დავაფიქსიროთ. ძალიან კარგი. ქეთელაური გიორგი. ვარ. ქეთელაური გიორგის შეფასებაც ემთხვევა, ასე თქვა თქმა. ხომ არ გინებავთ დავაფიქსიროთ თუ კითხოთ? ქეთელაური გიორგის ეს მისება. გამოხდა კაცო. ქეთელაური გიორგი. კარგი. გავიდა ეთყობა რაღაცა პრობლემა აქვს და შესაბამისად. უკაცრავად ბატონო გიორგი, ანუ ამ გამკითხვის მე ხო აფია უნდა გითხრათ, გამოვიდეთ ხო? კი ბატონო, კი, მაგრამ ისმინე, ქეთელაური გიორგი სადა? ქეთელაური გიორგის ღია დავტოვეთ ჯერ. არა. ვარ. თქვენ, ასე თქვათ, თქვენ როგორც სიტყვიან მეთარი, აბა, მოდით. აბა ასეთი კითხვა. ერთი x x უსასრულო ტოლი. ეხლა ვეწამით. -1/2-ის თუ უნდა აგვიხსნათ ჩვენ რანაირად. მე არ ვიცი, შეიძლება სწორი არც არის, შეიძლება რა პირდაპირ რიცხვს ლაპარაკობდა თუ დასაბუთება არ მოიყვანა მაგისი.
კარგით, აი მომისმენთ. ეხლა თქვენი აგერ მთელი სემესტრის მუშაობიდან გამომდინარე, თქვენ გეძლევათ საშუალება ყველაფერი გადაიმეოროთ შემდეგი ლექციისათვის, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს. გაიგეთ ბატონო ქირია? თქვენ როგორ ჩანს, ასე ერთადერთი სამხანხელი შეგიშალა ქირია ნიკა. ერთი კითხვა მაქვს. ჩემი ქულა და გიორგი გოგიშვილი, ჩემი ქულა დააფიქსირეთ? მოითმინეთ. გოგიშვილი გიორგი. ეხლა არ მახსოვს აქა. კი. კარგი. რა პრობლემა რა ხდება? არაფერი, გასაწევი. არა, დაფიქსირებული. ხო, ესე იგი, ქეთელაური გიორგი, ხო, ქირია ნიკა, ასე ვთქვათ, შემდგომი ლექციისათვის. ყურულიშვილი დემეტრე. ნაკო, გიორგი ვარ. ხო, თქვენი გვარი. ქეთელაური გიორგი. დიახ, ხო, ვერ შემოდიოდი თქვენ. ხო, კარგი, დაბრუნდით უკან. დიახ. თქვენი შეფასება ემთხვევა სურათს. დავაფიქსირო ესა? კი, დავაფიქსირო. კი ბატონო. შემდეგი ქირიანიკაზე ვილაპარაკეთ, ყურულიშვილი დემეტრე. დიახ, გისმენთ. დიახ. ყურულიშვილი დემეტრე. მომისმენთ. ეხლა მე აქ დავაფიქსირებ თუ გნებავთ ამ თქვენ თვით შეფასებას. მაგრამ იცოდეთ რომ აი დასკვნით გამოსტაზე ასე მოსვლა ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით თქვენს და მეც. გამიგეთ? რა ვქნა, დავაფიქსირო? დიახ, დავაფიქსირო. კი ბატონო, დავაფიქსირო. ცარციძე ლუკა. ვარ. დიახ, ცარციძე ლუკა, ეს ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო პიროვნებაა. ხო. აბა თვითონ ცარციძე ლუკა რა სიტყვის? აი ამ ზღვარზე, აბა? ამ ზღვარზე? ეხლა რა დავწერო ხო შეიძლება? როგორ არ შეიძლება კაცო? გნებავთ მე იმას ეკრანს გამოვთავ ჩემსაც და ხო. რა ხდება ამ დახევი? ეხლავე. სინონია. -1 მეორე და იქნება. ესე იგი თქვენ ბრძანებთ რომ ეს არის -1 მეორედ. მე არ გეტყვით, შეიძლება სწორია, შეიძლება არასწორია, მაგრამ რატომ არის ეს მომწონი? ამ გამოსახულებიდან ნიშნულიდანაც დამრიცხვალიდანაც -x/1 რო გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ. კი ბატონო, მე. x -x/1 არა, x/1 უფრო სწორად. ფრჩხილებში და ზემოთ ფრჩხილებში დარჩება -1 პლუს 7 შეფარდებული x-19-სთან პლუს 1 შეფარდებული x-1-სთან.
კი ბატონო. ნიშნულში. გასაგებია. ეხლა ცარცივზე ლუკა, ახლა თქვენ ერთ-ერთი ისახართ, ასე ვთქვათ, რომ მთელი ისა გაქვთ. ერთი კი არა, მთელი რამდენიმე ინტერვალი გაქვთ. თქვენ სრულიად თავისუფლად, ასე ვთქვათ, მე თქვენ შეგაფასებდით თქვენი თვითშეფასების ქვედა საზღვრით. ხომ არ გნებავთ? ხომ არ გნებავთ შემდეგ საზღვარზე გადავიდეთ? რა უცადოთ. კი ბატონო, ესე იგი ნებისმიერ შემთხვევაში ქვედა საზღვარი უკვე გაქვთ. ახლა წავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი დასაგებია, რომ ცოტა უფრო რთული იქნება. აბა თქვენ ასეთი ფუნქცია gx იყოს sinus კვადრატ x მეხუთე. აბა ჩემო ბატონო, g'(x) გამიტანოთ. გამიწერეთ რიცხული. კი ბატონო, ვცდი ახლა. აბა თუ გნებავთ თქვენ დაწერეთ, თუ გნებავთ ვიკარნახეთ, მე დავწერ. მაგრამ ცოტა ფუნქციალზე ვწერ და ცოტა მიჭირს რთული წარმოებულები და თქვენ გინდა თქვათ რთული ფუნქციის წარმოებულები. დიახ, რთული ფუნქციის წარმოებულები. ხო, რთული ფუნქციის წარმოებული და რთული წარმოებული სხვადასხვა რამე. ახალგაზრდებო, 10 წუთში გამოირთვება ის რა არა პასუხი არა კი ბატონო ვარ თქვენი შეფასება შემიძლია ყოველგვარი პრობლემის გარეშე ასე ვთქვათ აშკარად ემთხვევა გნებავთ ასე ვთქვათ ავწიოთ ან დავწიოთ რა ვიცი როგორ კითხვები გისვა რაც არის ანუ ერთი კითხვა მაქვს თუ არასწორად დაიწყება რა თქმა უნდა ამას მე თქვენ ვერ გეტყვით მოდი კი ბატონო აბა კოსინუს ხარისხი h'(x) ხოთ ეგრე დიახ კალიგრაფიისათვის აი ცხრა ხარისხად მერვი არა ცამეტი პრობლემა x ხარისხად 13-ზე x ხარისხად 13 ისევ ჩხილი მინუს სინუსი ჩხილი გახსენეთ x ხარისხად 13 და ორივე ჩხილი დაიხურა და გამრავლებული ერთი წამით გამრავლებული 13x ხარისხად 12-ზე 13x მე 12 კი ბატონო ძალიან კარგი ცირამოა ბექამ ერთი ქულით აწია თავისი თვით შეფასება ძალიან კარგი ხომ არ გნებავთ შემდეგ არა იყოს რაც არის მადლობა დიდი კი ბატონო შეიძლება ხო რა გავიდე კი ბატონო კი ეხლა წერეთელი მაია
წერეთელი მაია. დიახ. წერეთელი მაია აქ არის. დიახ. კი ბატონო, ეხლა თქვენ თვით შეფასება ემთხვევა შემიძლია კითხოთ. თუ შეიძლება. ბატონო, ეხლა ცოტა ეს წერეთელი ლაპარაკი და აი ესე თქვენ განმარტეთ მხების განტოლება. აბა აი ამ საკითხზე რას მეთქვით? განტოლება. აი წერეთელი მაია მხების განტოლება აქვს საკითხი. აბა რას მეთქვის ესა ქალბატონი მაია მხების განტოლების თაობას. ესე იგი ფუნქციას მაგალითად fx ფუნქციას ეს თქვენს ნაშრომს ესე იგი fx ფუნქცია გვაქვს. კი ბატონო. კი ბატონო. წერტილი რომელშიც ვავლებთ ამ ხებს. ეს იყოს x0 y0 წერტილი. x0 y0 წერტილი ამ ფუნქციას აქვს ფუნქცია გამოიხატება ავიღოთ წერტილი x0 y0. ხაშენებული უნდა თქვა რომ ფუნქცია x0 არის წერტილი აი ამ f ფუნქციის გრაფიკის. დიახ. კი ბატონო. ვაქვს ეს მე. კი ბატონო, ეს წერტილი აკმაყოფილებს შესაბამისად ფუნქციის ფუნქციას. და ამ წერტილში მისი წარმოებული არის ნულის ტოლი. არა? რა კარგად დაიწყო. არა ქალბატონო მაია. მოდით აი ამ თქვენი თვით შეფასებაზე გავჩერდეთ და ერთი არა, გამოვასწორებ თუ შეიძლება. დავიბენი ცოტა. დაიბენი. დიახ. იზა ბავშვებო, ჩვენ ახლა დღეს გვაქვს 11 ვიწყეთ და არა 2-3 ხო 3 წუთში ქალბატონო მაია მომისმენთ მოდით გავჩერდეთ. შაბათს გაგრძელდება ხო? ალიბება მიჭირდა თუ შეიძლება რომ უნდა მოვაპარაკა ახლა. და მოდით ეს მაგრამ ეს სათხო კარაკია იმაზე გასმით გამოსთანს ვარ სანდრო არის წერეთელ სანდრო თქვენი ის სამშაბათს რა სამშაბათს კი არა შემდეგ იმაზე ხუთშაბათს არა გავჩეფასება გამოგზავნილი ეს ერთი იმეილზე მაქვს გამოგზავნილი იმეილზე გამოგიგზავნეთ აუ რა კაცია ბიჭო ხო გითხარით არგუსზე გამოგზავნეთ მე ვერ გავიქცე კაცდა არა უშავს არაფერი უშავს იგივე რა პრობლემაა იგივე ასე თქვა გადავიტანოთ შემდეგ იმაზე რა ახლა უნდა გამორთო ზოგადად შევიდა და თუ გნებავთ კითხავთ კაცო კითხეთ კი კითხავ აბა მომისმინეთ
აიო. ოღონდ ეს 2 წუთში გაითიშება. მომისმენთ ეს გაითიშება 2 წუთში, მაგრამ აბა ხარისხად x-ი. აი ეს ფუნქცია როგორ ხარისხად x-ი. მეგი ეს ვინ არის? მაიკა. წერეთელი. წერეთელი მაია. არა, ეს სამ დროს კითხვა და მომისმინეთ. ვქვია, თქვენ არ გახვიდეთ Zoom-დან, არ გახვიდეთ კონფერენციიდან. სამ დროს x ხარისხად x. ეს არის გამრავლებული ln 1 პლუს 1 ეს როგორ ახლა ln-x მივუმატოთ ერთიანი, ასეა? ln ხო x ფრჩხილებში პლუს 1 და ეგ ln-x პლუს 1-იც ფრჩხილებში. ოჩა ln-x პლუს ასე ჩავსვა ასე. არა, l მოიცა მე ანოტაციას გავაკეთებ. მიგან ნახე თავიდან გასულ. აი ესეთი რაღაც. დიახ, დიახ.